საღამომშვიდობის მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირა დღე და ეთერშია ყველაზე გასართობი გადაცემა ანეკდოტების შოუ. გავამახვილე დღევანდელ დღეზე ყურადღება და მინდა ავხსნა რატომ, იმიტომ რომ ესე იგი სამშაბათს სულ რაღაც 2 დღეში ზეგ იქნება რუსთავი 2-ის მეგა პროექტი საქართველოს ხმის ფინალი, რომელსაც ჩვენი ძალიან კარგი მაყურებელი ელოდება და აინტერესებს იმ 3 ფინალისტისგან, რომლებიც გახლავთ აჩი ჯაიანი, ერეკლე თურქაძე და გიორგი ჭიალაშვილი, რომელიც აიღებს ბინას სახლში ან შევა სახლში, როგორც გენებოდ. მოკლედ ჩვენ გამოვიყენეთ დრო, სულ მცირე პერიოდი იმისთვის, რომ გავიგოთ ბიჭები როგორ ხასიათზე არიან, ღელავენ თუ არა, რა ანეკდოტები იციან, საერთოდ ზოგადად გავიგოთ მათ შესახებ. მაშასე საქართველოს ხმის ფინალისტების სტუდიაში აჩი ჯაიანი, ერეკლე თურქაძე და გიორგი ჭიალაშვილი. გთხოვთ. ერეკლე დინჯა შემოვიდა, როგორც ყოველთვის, როგორ ახარ? თავად როგორ. განწყობა როგორ აგაქვთ ბიჭები? კარგი. შემოგევლეთ, დაბრძანდით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს სტუდიაში, იქ იმ გადაცემაში კი იყავით, მაგრამ ეს ახლა როგორ თქვა ჯირძველი ჩემი გადაცემაა და მაინც შინაურად გძნობ თავს. არ ვიცი ხა რა გითხრათ, როგორ თქვა რომ არ გეხუმრება თქო, რატო არა, კაცო, თუ გემღერებათ, გეხუმრება კიდევაც. ესეთი იმის მიუხედავად რომ ახალგაზრდები ბრძანდებით, მაინც თქვენი გამოცდილება სამეგობროა, ამბავია რაღაცა ანეკდოტი გეკნებათ. მოკლედ, გული გადავაყოლოთ ზეგამდე რა. მე მინდა რომ ჭირდება შეგიწყოთ რაღაცნაირად და კარგ ხასიათზე დავდგეთ, იმიტომ რომ მე პირადად არ მახსენდება არასდროს არაფერი, ერთი კავენის როცა თამაშობდი, კონკურსი იყო ხოლმე ზოგადი და დანარჩენი ესეთ კონკურსი, მაგრამ მე რასაც ხა თქვენ გიყურებთ ეს ბოლო პერიოდი ანთებული თვალებით ისე საერთოდ არ დამეძინებოდა. ეხლა თან ინდივიდუალური ამბავია და იცი რა მინდა გითხრათ კიდე რომ ესეთი პროექტები, რასაც ჩვენი არხი რუსთავი 2 აკეთებს, აი პირდაპირ ძალიან კარს უხსნის ახალგაზრდებს შემდგომი პერიოდისთვის და არა მარტო ახალგაზრდებს რა, იმასთან ერთად რომ ცნობადები ხდებიან და ასე შემდეგ ასე ვთქვათ, სამუშაო ამბავი თვითონ მის კარიერაში წინსვლა, კონცერტები, რაღაცა კარგი რაღაცები. ჩვენი განვითარებისთვისაც ძალიან კარგი არის და. ხო, აი კარგი რაღაცები იწყება თორე. ეხლა მე რომ ინდივიდუალურად გადმოვალ კითხვებზე, მაინც ზოგადად უფრო სიღრმისეულად გაიგებს მაყურებელი და რა მინდა იცი არა რაღაცა პირფერობით, ჩემებურად, კახურად მინდა უბრალოდ ალალად მადლობა უთხრა ამ არხს, იმიტომ რომ დამთავრდება ერთი პროექტი, დაიწყება მეორე დამთავრდება და არ არის ხო ეს ადვილი ხარ რომ გაათამაშო ბინა ჩემი ხელფასის ხარჯზე. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი ამბავია რა, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ხრიდანაც შეიძლება მოწყობილიც გაქვთ, სახლიც გაქვთ, კაიც, მაგრამ შენი ნაშრომით, შენი სიმღერით სხვანაირად უდგები მე ცხოვრებას და წარმატება მინდა გისურვოთ სამივეს რა. არ დამაძალოთ ეხლა, არ დამაკვირდეთ ვის უჭერ მხარს, იმიტომ რომ ვერ შემატყობთ მაინც. თუმცა რა თქმა უნდა თქვენ შორის არის ადამიანი, რომელიც მე მინდა რომ იყოს გამარჯვებული, სხვანაირად ხო არ შეიძლება ეხლა. ერთი ხო უნდა მოგწონდეს, შეიძლება 2 მოგწონდეს, შეიძლება 3. მაგრამ როცა ერთი ბინა ხო ერთისკენ ერთს ეკუსლის რა. არ ვიცი ხა თქვენ როგორი მოლაპარაკება გაქვთ რა. თუ ეხა ესე ხდება ბიჭებო, იცი რა, თუ მე გავედი ვიყობთ თუ არა, აი როგორი ამბავია ხა შიგნით რა. კვადრატულად გადავყავით. რაც იყო ეგეთი გეგმები. იცი რა, მოდი ჩემ გაკვრით იყო ბიჭებო იმაზე საუბარი. მე და ნიკუშას გადაცემაში საიდან ხართ რაღაცა ფორმატიდან გამომდინარე, მინდოდა რომ ასე ვთქვათ მოგხმარებოდით და ალბათ დამეთანხმებით რომ მე რაც შემიძლია ძალღონეს არ ვიშურებ